მოდი ვნახოთ, რას გიმზადებს ბედისწერა. ბედისწერა გიმზადებს იმას, რომ შენს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი დასრულდება და ეს არის პერიოდი, როდესაც შენ უნდა გარდაიქმნა და მთლიანად უნდა შეიცვალო შენი ცხოვრება. ძალიან რადიკალური ცვლილებებია აქ მე რასაც მიჩვენებს. შენ ცხოვრებაში შემოდის ძალიან დიდი ტრანსფორმაცია, ძალიან დიდი გარდაქმნა და შემოდის ახალი ადამიანი და დიდი ალბათობით ეს შეიძლება იყოს ასევე სამეგობრო წრეც ზოგიერთი თქვენთაგანისთვის. შენ გადადიხარ ნელ-ნელა ბევრად უფრო მშვიდ ენერგიებში და ის რაც აქამდე გეგონა რომ იყო ჩაკეტილი, ის რაც გეგონა აქამდე რომ ვერ მიიღებდი შენ ცხოვრებაში, თითქოს ეს ყველაფერი შემოდის და შენ იღებ ძალიან დიდ წარმატებას. ძალიან დიდი დაფასება გელოდება აქ სამყაროს მხრიდან და ეს არის შენს ბედისწერაში და ეს აუცილებლად მოხდება შენს ცხოვრებაში. უნდა იცოდე, რომ სანამ ეს წარმატება შემოვა შენს ცხოვრებაში,ამდე სამყარო მოგთხოვს, რომ გამოათავისუფლო ადგილი შენშიც და შენს ცხოვრებაშიც. უნდა გაუშვა ყველაფერი, რაც ძველია და რასაც უკვე აღარაფერი აღარ მოაქვს შენთვის კარგი და ამ სივრცეს შენში დაიკავებს შემდეგ უკვე ის წარმატებული მომავალი, რომელიც შენ გელოდება. აქ ჩანს, რომ შენ არ გჭირდება კომპრომისზე წასვლა და არ გჭირდება რაღაც დაცმობებზე წახვიდე, იმიტომ რომ შენ ამოდიხარ ძალის არკანში, შენ ხარ საკმაოდ ძლიერი ადამიანი, ძალიან გამჭრიახი ადამიანიც და თითქოს ეს სხვები უნდა იხევდნენ უკან შენთან მიმართებაში, მაგრამ არა შენ. იმიტომ რომ შენ დაიმსახურე რაღაცნაირად, ცოტა ვიღაცა შეიძლება ამპარტავნულად მოეჩვენოს, მაგრამ შენ დაიმსახურე რაღაცნაირად კვარცხლბეკზე დგომა, დაიმსახურე ძალიან დიდი აღიარება და პატივისცემა. თუ ვინმეს არ ჯერა ამის, რომ შენ არ იმსახურებ, სამყარო დააჯერებს მერე და მიახვედრებს თუ მეტი მოვიდოთ, იმიტომ რომ აქ მგონია, რომ ძალიან დიდი დაცვა მოდის შენზე სამყაროსგან, რაც შეიძლება აქამდე არ იყო. აქამდე სამყარო რაღაცნაირად გაიძულებდა, რომ შენ გაგიარა რაღაც რთული გზებით გიარა, ხო? თუ ვიღაცა უნდა დაჩაგრულიყო რაღაც გარემოში, შენ იყავი პირველი, ვინც იჩაგრებოდა. თუ ვინმე უნდა გაწირულიყო, შენ იწირებოდი. თუ ვინმე უნდა რაღაც დასჯილიყო, შენ ისჯებოდი. რაღაცნაირად თითქოს დაბალიღობე იყავი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სხვა ადამიანებისთვის და სწორედ ამის გამო გაქვს ახლა ეს მფარველობა, ხო? იმიტომ რომ შენ გაქვს რო იტყვიან ძალიან ქრისტიანული გზა გავლილი რა, გოლგოთა გაქავლილი და ყველანაირი დამცირება გაქვს ადამიანების მხრიდან ატანილი და მიღებული და მართლა ის ადამიანი ხარ, ვისაც აი ერთ ლოყაში გაარტყავს, ვინდა მეორე შეუშვებს. და ეს სწორედ ეს არის მიზეზი, რატომ მოდის ამხელა წარმატება შენსგან. ეს არის მართლა ძალიან დიდი წარმატება და ძალიან ბევრი ადამიანი შეშურდება შენი. ძალიან ბევრი ადამიანი იოცნებებს, რომ იყოს შენს ადგილას. მაგრამ რეალურად ვერც ერთი ვერ გაივლის იმ გზას, რომელიც შენ გაიარა. იმიტომ რომ ამ გზის გავლა სჭირდება ძალიან დიდი რწმენა. რწმენის გარეშე ამ გზაზე ადამიანები იღუპებიან. ამ გზაზე ადამიანები ბოროტდებიან რწმენის გარეშე. იმიტომ რომ ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, დარტყმას იღებენ ადამიანებისგან. და ძალიან ბევრმა ადამიანმა გაგწირა შენ და სხვა შენს ადგილზე ძალიან გაბოროტდებოდა და ამის გამო გაუჩნდებოდა შურისძიების სურვილი, გაჩნდებოდა მაშინ ბრაზი, აგრესია, ზიზღი ადამიანების მიმართ, მაგრამ არა შენ. იმიტომ რომ შენ იყავი რეალურად სამყაროსგან რჩეული და სწორად გაიარა ეს გზა და სწორედ ამიტომ შემოდის სამყაროდან ძალიან დიდი ჯილდო შენთვის. ეს არის ჯილდო შენი სიმამაცისთვის. რეალურად შენ ძალიან ბევრი რაღაც მოიტოვე უკან. ძალიან ბევრი ტკივილი მოიტოვე, ძალიან დიდი სტრესი მოიტოვე. არ შეგეშინდა, აი ბოლომდე გაუძელი რა. თან იცი როგორ გაუძელი, აი არც დაგიწუწუნია შეიძლება ითქვას.
ცოტა შეიძლება რაღაცა იწუწუნე, მაგრამ მთლიანობაში ხო გაიარე არა? არ მიგიტოვებია შენი გზა, არ მიგიტოვებია შენი მისია და შენი დანიშნულება შეასრულე. დაგჭირდა დრო, მაგრამ მიხვედი განკურნებამდე. დაგჭირდა ძალიან დიდი უენერგიობის გადატანა, გამოფიტულობა, შინაგანი შიშების გაძლება, მაგრამ მიაღწია სინათლემდე, რომ საკუთარ თავში აგენთო ეს სინათლე და აქ მიყურებთ მართლა სასწაულად ძლიერი ადამიანები, აუცილებლად დამიკომენტარით ვინ ხართ, იმიტომ რომ მე პირადად ისეთ საოცარ ადამიანებს ვუყურებ აქ, ვინც გაშლაში მიჩანს, რომ ქეც ვიხრი თქვენ სინაშე. რომ ძალიან ღირსეულად გაიარეთ თქვენი გზა და საფასურიც ღირსეული იქნება ამისთვის. არ იფიქროთ, რომ არ სამყარო ამას ვერ ხედავს, ან ვინმე ამას ვერ ხედავს. იქნება საფასური და პირველ რიგში ეს საფასური იქნება შინაგანი ბედნიერება და სიხარული, სიმსუბუქე. საფასური იქნება გათავისუფლება. და გამოსვლა ყველანაირი ილუზიებისგან, სირთულეებისგან, ჩიხებისგან და შენში მოვა ძალიან დიდი შინაგანი სიმშვიდე და ჰარმონია. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მიყურეთ, აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები და გელოდებით პირად სესიებზე. გიგზავნით ძალიან დიდ სიყვარულს და მადლიერებას.